რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. ეს ამბავი არავინ შეამჩნია. ვის ხელოდა ახლა ყველა თბილისის გრანდიოზულ მიტინგზე იყო გადართული. ზოგი მოწყობაზე და ზოგიც ჩაშლაზე. არადა ეს ამბავი ხვალ ზეგ და იქნებ საუკუნეების შემდეგაც ცხვირში მოგხვდება. თქვენთანაა ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. სამწუხაროდ ასე მოხდება. ეს ამბავი მართლა მოგხვდება ცხვირში როგორც სახელმწიფოს. თუ კი ვაპირებთ საერთოდ რომ სახელმწიფოდ დავრჩეთ. السلام عليكم ورحمة الله وبركاته. الله أكبر الله أكبر. მარტივად თუ გინდათ აქ ყველა მტერია. აფხაზეთის მუფტი წოდებული ხდება ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუფტის. მე არაფერს გეტყვით, უბრალოდ მოусმინეთ ამას. Я хотел бы поприветствовать вас от имени мусульман Карачаево-Черкесской республики. მოგესალმებით ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუსლიმების, ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეთაურის, რაშიდ ტემერიზოვის სახელით, ვინც უდიდეს პატივს სცემს თქვენს რესპუბლიკას. ჩვენ მოძმე ხალხი ვართ, გვინდა მხარი დაგიჭიროთ ცენტრალური მეჩეთის მშენებლობაში და ამისთვის 2 მილიონი რუბლი ჩამოგიტანეთ. გადავწყვიტეთ, მომავალ წელს მექაში ჰაჯზე გაგზავნოთ ჩვენი ხარჯით. ასევე გთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს თქვენი გუნდისთვის, რომელიც აფხაზეთში ისლამს ავრცელებს. 25 ადამიანს სრულად უზრუნველყოფთ კვებით, ტრანსპორტირებით, ცხოვრების ხარჯით. რომ დავბრუნდებით. თელს ყარაჩაი-ჩერქეზეთში დავიწყებთ ფულის შეგროვებას თქვენი მეჩეთისთვის. Управление мусульман Абхазии. 35 წელია საქართველოს საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს, რომ არაფერი აწყენინოს მოსკოვის საპატრიარქოს. უსრულებს ყველა ახირებას, მსოფლიო კრებების ჩაშლის დავალებები და მიტროპოლიტების დანიშვნის ჩათვლით ყველაფერს. და აი ამ ყველაფერს ერთი ახსნაობს. ასე რომ არ მოვიქცე, მე ისინი აღიარებენ აფხაზეთის ეკლესიასო, ან პირდაპირ მიერთებენო. რა თქმა უნდა, სამაჩაბლოს ეპარქიასთან ერთად. ამიტომ ამავე პარალელით წესით ახლა უნდა მოვკითხოთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, უფრო კი მის კურატორსა და სახელმწიფო სახელით დამფინანსებელს რელიგიათა სახელმწიფო სააგენტოს. თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? აი, რას აკეთებთ, რომ რუსულმა სტრუქტურებმა არსნონ აფხაზეთის მუსლიმთა დამოუკიდებლობა? გასაგებია, ვიცით, რომ მუსლიმ თემს დაქვემდებარების სხვა წესები აქვს, მაგრამ ახლა აქ საუბარია ორ პრაქტიკულად ოფიციალურ სტრუქტურაზე. ერთი წარმოადგენს უღიარებელი აფხაზეთის მთავრობასა და მის ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, მეორე კი წარმოადგენს რუსეთის მთავრობას და მის ბიუჯეტზე ზის. ამ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტით აბუ ხანიფას ისლამურ უნივერსიტეტში მოამზადებენ 5 სტუდენტს სრული დაფინანსებით და 25 მოქმედ მოლას გადამზადების კურსებზე წაიყვანენ. მაშინ, როდესაც დღეს იქ სულ 2 მოქმედი მეჩეთია აფხაზეთში. ხო და რელიგიის სააგენტო და მუსლიმთა მთავროს სამმართველო. აი აიატოლა ხამენეის სტილს რომ მორჩით. ან მოსკოვში მთავარ სამმართველოში, ან უშუალოდ ამ ყარაჩაელებთან საპროტესტო წერილი ხომ არ გაგიგზავნიათ. შემთხვევით. ხომ არ შეგიხსენებიათ, რომ აფხაზი მუსლიმები თქვენი სამწყსოა და აი ამ ჯიგრებმა კავკასიონს გადაღმა თუ რამე იდეები და ზედმეტი ფული აწუხებთ, ჯერ თქვენთან უნდა შეათანხმო ყველაფერი. და თუ არც გაგიგზავნიათ საპროტესტო წერილი და საერთოდ აზრადაც არ მოგსულიათ ეგეთი რამე თავში. მაშინ კითხვა უკვე თქვენს მთლად უფროსთან, ვინმე ვაშაყმაძესთან გადადის. ან იმის უფროსთან, ბორის ივანაშვილთან. თქვენს მიერ ბიუჯეტიდან გაღებული ნებისმიერი ხარჯი, რელიგიური ორგანიზაციების ჩათვლით, მათთვის იდეოლოგიური ხარკის დაკისრებაა. ამას უყურებთ უკვე ამდენი წელია. და იქნებ ახლა დააზუსტოთ ზუსტად რაში უხდით ფულს კონკრეტულად მუსლიმთა მთავარ სამმართველოს საქართველოში. რელიგიური ანექსია ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმასა თუ ძალიან მოხერხებულად გაჩუმებაში. აი, ისე. თქვენებურად, კუცურად. ასე მთავრდება ისტორია. ლადას ამოუძირკვეს ფეხი გერმანიაში. აქამდე ამ საუკეთესო რუსულ მანქანებს ყიდდა ერთი კომპანია ჰამბურგთან ახლოს. მაგრამ იანვარში გაკოტრების საბუთები შეავსო და აგერ რამდენიმე კვირის წინ Но почему же все это в итоге закончилось закрытием дилеров? და კი, ამბავი პოლიტიკურია. 2022 წლიდან რუსული ავტოწარმოება სანქცირებულია. ხო და აი ვერ შეაქვს ხარისხიანი ნაწილები. აი ვერ აკეთებს ხარისხიან მანქანებს, რომლებიც ევროპულ ევრო 6 სტანდარტს შეესაბამებიან გამონაბოლქვით. ხო და შედეგიც ლოგიკურია. 1991 წელს ლადამ 50,000 მანქანა გაყიდა უკვე გაერთიანებულ გერმანიაში. 2025 წელს კი 3. 1, 2 და 3. სწყინთ რუსებს. ამისთანა კარგ მანქანებს ვაკეთებ და ამათ მაინც არ უნდათო.
ურჩევნიათ ფული გადაყარონ Mercedes, Audi, BMW, Volkswagen-ებშიო. Porsche-ზე ჩუმართვათ გერმანულია, მაგრამ Ferrari-ც კი 1746 წელი გაიყიდაო. გერმანიაში შარშან. თითო სულ ცოტა 300,000 ევროდ. დღეს ითვლება კარგ შედეგად, რომ ლადას ექსპორტი 25,000 მანქანაა მთელ მსოფლიოში. ოღონდ ლადას მსოფლიოში წესიერი უკვე აღარავინაა. რუსულ მანქანებს ყიდულობენ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთის რაღაცა ღარიბ ქვეყნებში, სადღაც. გაყიდვა აქამდე მოკავშირე უნგრეთსა და სლოვაკეთშიც კი 0 იყო. ევროკავშირიდან გასულ ბრიტანეთშიც აბსოლუტურად იგივე. აი, კარგი. თქვენ მაგაზე მაინც არ ინერვიულოთ. ინერვიულოს იმ 29,113-მა გერმანელმა, ვისაც ლადა ძირითადად ნივა ნაყიდი აქვს ოდესღაც და აწი მარაგ ნაწილები დასჭირდება. დასჭირდება კი ნამდვილად. ჟიგულის ამბავი დარწმუნებული ვარ, ჩემგან არ გესწავლებათ. ოფიციალური დილერის გაკოტრების შემდეგ ამოიქოქება შავი იმპორტი რუსეთიდან ან ვაჭრობა რაღაცა მეორადი ნაწილებით. აგლადის ქუჩა შტუტგარტში იცით და მიუნხენში შემთხვევით ფეიქრების ქუჩას ხო არ მიმასწავლეთ ძმაო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პროჭორილელებმა ჟურნალისტებს ძალიან თავისებურად მიულოცეს. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2500 ლარი დააჯარიმა ფორმულა. ახლა თანხა შეიძლება დიდად არ მოგეჩვენოთ, როცა ყოველ დაპატიმრებულ მინისტრის მოადგილეს როგორც ირკვევა ესპანეთში თურმე თითო ვილა ქონია. სამაგეროდ აუცილებლად უნდა იცოდეთ რისთვისაა ეს ჯარიმა. გინებისთვის. ხო, გინებისთვის. ოღონდ ვისთვის რა არის გინება? პროჭორილელებს რა თქმა უნდა ერჩივნათ მათთვის დედის სული ეტრიალებინათ, ვიდრე ასეთი ეკადრებინათ. ოცნების სუსი, ქართული ოცნების მთავრობის მეთაური, ივანიშვილის რეჟიმი, რეჟიმის პროკურატურა, რეჟიმმა წელიწად ნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა, ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოცნების საგამოძიებო უწყება, რეჟიმის ოპონენტების თქმით, ოცნების პრემიერი, ოცნების პრეზიდენტი, ივანიშვილის ხელისუფლება, პროსამთავრობო რუსთავი 2, რეჟიმის სასამართლო, ოლიგარქის გარემოცვიდან, ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია. ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა. აი, ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის აქ კიდე მიუკერძოებელმა კომისიამ ჯარიმა ფორმულას, რაც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა არც რეჟიმის შეკვეთა, არც ივანაშვილის ხუშტური, არც ოლიგარქის ნება, აბა სად გვყავს ჩვენ ოლიგარქები და საერთოდ სად გვაქვს რეჟიმი. და სად გვყავს მიკერძოებული და რეჟიმის ჯიბის მარეგულირებელი კომისია. როგორ გეკადრებათ. და სად რომელ მარეგულირებელ კომისიას ყავს ბორიას მონათავმჯდომარე ან წევრები, ვინც უსიტყვოს ასრულებს რეჟიმის, ქოცის, სუსის, ოლიგარქის, პუტინის მოკავშირის დავალებებს. არა კაცო, რაღაცა გეშლება თქვენ. სხვა ქვეყანაში არ ვიცი და საქართველოში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სრულიად მიუკერძოებელია და კრისტალურად არის დაცლილი ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან. იქნება და ბრიტანეთში გეშლებათ. იმათ მარეგულირებელ კომისიაში. დღემდე რომ არ მოახდევინა ბოდიში BBC-ს იმ ფილმისთვის, რომელშიც ულეგიტიმურეს და უჰუმანურეს ქართულ რეჟიმ ხელისუფლებას პირველ მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერებებით ხალხის დაწამლა დააბრალა. ჩვენი კომისია სულ სხვანაირია. სრულიად დამოუკიდებელი. არაფერი საერთო არ აქვს ამ რეჟიმ ხელისუფლებასთან. და რომ გქონდეს ასეთ ხელისუფლებასთან, ვერ შევეჩვიერო ბოდიში. თანამშრომლობაში დასაძრახი რა ნახეთ. კაი, იყო ამ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პროჭორილელი პარლამენტარი. იყო, მერე რა. მერე იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის აუდიტის დირექტორი და შაშან 2025-ში ამისთვის 101,662 ლარი და 53 თეთრი აიღო ხელზე. ხელზე. და მერე რა. პარალელურად კი იყო შპს ტელეიმედის აუდიტის დირექტორი და ამისთვის ხელზე იმავე 2025-ში აღებული აქვს 166,428 ლარი. და რა ამერე? განა შეიძლება ამისთვის გოგა გულურდავას პროპაგანდისტული არხის წარმომადგენელი ან რეჟიმის მიერ დანიშნული მედიის ჯალათი ან ზონდერ დირექტორი უწოდო? რა თქმა უნდა არა. და განა შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, როგორ მუშაობდა კაცი ორ მაღალ აღმასრულებელ თანამდებობაზე ერთდროულად, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში. როგორ მუშაობდა და ძალიანაც ნაყოფიერად. აგერ თქვენ 288,091 ლარისა და 53 თეთრის მიღების საბუთი, ოფიციალური. ამ კარგი მუშაობისთვის, როგორც კი დაიწყო 2026 წელი, ბატონი გოგა დადეს არაფოდიში. აირჩიეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და როგორც ხედავთ, აქაც მთელი გულით მოეკიდა საქმეს.
ხო, მასთან ერთად კომისიაში იმავე იმედის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ანი ვაზაგაშვილიც ბუდიში აირჩიეს. მაგრამ ეგ მხოლოდ დამთხოვა და საერთოდ არ ნიშნავს, რომ რეჟიმ ბუდიში ხელისუფლება საერთაშორისო სანქცირებული ნადეჟდას ძველი პროპაგანდისტების კი არა და წარმატებული მენეჯერების გარდა არჩევანი აღარ დარჩენია. არ ნიშნავს. და თუ გონიათ რომ ნიშნავს, მარეგულირებელი კომისია თქვენს მოგივლით. თქვენთან იყო ვაშა გადაცემა და თენგიზ გოგოტიშვილი. მოიწონეთ, გამოიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Twitter-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე. რას დავდივით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და